თამარის ნატურა რომ დაკრძალული იყო იერუსალიმში, ეს არც საკვირველია და შეიძლება დიდი გალშაც არ სჭირდებოდეს. ჩვენ მრავალი წელი ვეძებეთ და თამარის საფლავს მივაგენით. კვლევების მიხედვით გელათიდან თამარის ნეშტი იერუსალიმში გადაასვენეს. ამისათვის მთელი დიპლომატიის გამოყენება იყო საჭირო. ელჩები იქსავნებოდნენ, იქ ხლათში გააგზავნეს, რომ იქ მოლაპარაკება ეწარმოებინათ და თუ გაგვიხსნით გზას და თუ გაგვატარებთ და სიტყვით რაღაცას პირდებოდნენ, რაღაცას სანაცვლოდ რაღაცას იღებდნენ და აი სწორედ ხლათის ამირას წერილი არის ძალიან საინტერესო. და იქ არის რომ აი ჩვენ ასე პატივს ვცემდით მიცვალებულს, ამ დიდებულ ქალბატონს, გაიგე, პატივს ვცემდით რა, ხო? ლაპარაკია ჯვრის მონასტერში დაკრძალვას. იქ არის რომ მაცხოვრის საფლავთან დაკრძალულიყო და თორმე ანდერში ეგრე ეწერა და აქ კიდე ლაპარაკია რომ მიიტანეს და დაკრძალეს აი ქართულთა მონასტერშია აქაც. 1970 წელს ქვის სარკოფაგს მიაკუთვნეს, რომელშიც დიდებული ქალბატონის ნეშტი აღმოჩნდა. რაღაც არეულობა იყო მაშინ, ვერ შეძლეს განზრახულ ადგილამდე მისვენება ამ ნეშტის და თქვეს რომ ამ სახიფათო ვითარებაში ჯობია ჯვრის მონასტერში იმ კედლებში ჩავასვენოთ დროებით, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ მის გამყოლებს დიდი სურვილი ექნებოდა თუ დაეკრძალათ ანდერძის მიხედვით. იმიტომ არის რომ იქ ჯვრის მონასტრის აი იმ სარკოფაგში ერთმანეთში არეული ძვლები.